აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობას სცადა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით საგარეჯოში ძლეოსნობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის და ამჟამად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის ალექსი ახვლედიანის სახლში მოხდა. ის ცეცხლსროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ბრალდებულის სახით დააკავეს. როგორც ცნობილია, რიჟვაძეს ცეცხლსროლი ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული. ექიმების განმარტებით მას ფილტვი აქვს დაზიანებული. ამ ეტაპზე შეინიშნება მისი ჯანმრთელობის დადებითი დინამიკა, თუმცა მდგომარეობა კვლავ მძიმეა. გვიან ღამე შეიყვანეს საგარეჯოს კლინიკაში ბატონი თორნიკე. მძიმე ტრავმა აქვს მიღებული, ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული. შესაბამისად ჩაუტარდა გადაუდებელი ღონისძიებები, ქირურგიული ოპერაცია იქვე ადგილზე. ყველა საჭირო პროცედურა იქნა განხორციელებული, საიმისოდ რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრები აღდგენილი იყო. ეს წარმატებით მოხერხდა, შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება უკვე აქ პირველ კლინიკაში გადმოყვანასთან დაკავშირებით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშიც შემოყვანილი იქნა. ის ამჟამად იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა შემოსვლას იყო საკმაოდ მძიმე, ვინაიდან კლინიკურად სახეზე იყო გამულგემორაგიული შოკის კლინიკა. მისი ამ წუთში მისი მდგომარეობა დადებითი დინამიკით არის, ვინაიდან შოკის ხარისხი შემცირებულია, ჰემოდინამიკის პარამეტრები მეტნაკლებად აღდგენილია, იმყოფება მართვის სუნთქვაზე, უტარდება ის სამკურნალო ხუინძებები, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული. მძიმე შემთხვევა არის, სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურებ თორნიკეს და იცით რომ გამოძიება მიმდინარეობს, ყველა დეტალი ამ შემთხვევისა გაირკვევა. გენერალური საქმეთა მინისტრი თავად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, გამოძიება წარმოება არის და გამოძიება დაალოვა. რა გითხრათ? სხვა დეტალი არაფერი მიღება. მოგვიანებით ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოიპოვა თორნიკე რიჟვაძის მიერ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერილი წერილი, სადაც ის ივანიშვილის ოჯახსა და ირაკლი კობახიძეს ოჯახის დაცვას სთხოვდა. რიჟვაძის ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ გავრცელებული წერილი მათ არ უნახავთ. ამის პარალელურად ბათუმელების ცნობით მათ სანდო წყაროებმა განუცხადეს, რომ არავითარი წერილი ჟურნალისტებისათვის მეტპერსონალს არ მიუწოდებია. საგარეჯოს კლინიკაში განმარტავენ, რომ არსებობს კანონით დადგენილი ფორმა და მოთხოვნის შემთხვევაში პაციენტის პირადი ნივთები გაიცემა მხოლოდ მის ახლობლებზე, ანუ ოჯახის წევრებზე. ასევე კანონითვე პირდაპირაა განსაზღვრული შემთხვევები, როდესაც პაციენტის პირადი ნივთები გადაეცემა პოლიციას. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც თორნიკე რიჟვაძე მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს, მედიისთვის რაიმე წერილის მიწოდებას კატეგორიულად უარყოფენ. ვერანაირ ვერსიას მე ახლა ვერ განვავითარებ. ხვდებით ალბათ რა მდგომარეობაში ვართ ყველა. ეს არ იყო უბრალოდ რაღაცა თანამშრომელი, ოჯახის წევრია ჩემი. ახლა ყველა მასზე ვართ ორიენტირებული, რომ ამ ადამიანის სიცოცხლე ჯანმრთელობა გადაჭის. მეც სამწუხაროდ არ მაქვს მე იმდენი ინფორმაცია, რომ გჯერათ რომ ის თვითმკვლელობას არ მაქვს მე გეუბნებით არანაირი ინფორმაცია, ვიცი იმდენი, რამდენი ციცის თითოეულმა თქვენგან. ოჯახის წევრებს წერილი გადმოგცეთ, რომელიც მის ასეცმელში იყო. მე არანაირი წერილი არ მაქვს და მე არ მინახავს, არ ვიცი. ვის აქვს ეს წერილი? შეგიძლიათ იმ წერილში ამბობს, რომ თავის მოკვლას აპირებდა. გჯერათ ზოგადად, აი ბატონი თორნიკე წავიდოდა თვითმკვლელობაზე კორუფციის გამო? აი გჯერათ ეს რომ თვითმკვლელობაზე წავიდა. კიდევ ერთხელ მეორებ, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია იმდენად წირია, რომ მე შეუძლებელია რაიმეზე ვიფიქრო ამ წუთას. ერთადერთი რაზე ვფიქრობ, მე ვცხოვრობ ეს ადამიანი გადაჭრა. ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია ბატონო? ბოლო ცნობებით ძიმედ, მაგრამ არის სტაბილურად. მაგალითად თანამდებობის პირი ვრცელდება ინფორმაცია, რომ სცადა თვითმკვლელობა. თქვენ ამ ვერსიის გჯერათ? არ გპასუხობთ. ამ ვერსიის გჯერათ? არ გპასუხობთ. დამანებეთ თავი. რატომ იმყოფებოდა საგარეჯოში შეგიძლიათ მითხრათ? რა უნდოდა საგარეჯოში ბატონ თორნიკეს? წერილი ვის ხელშია შეგიძლიათ გითხრათ? სად აღმოაჩინეს და ვინ ამგების მფარველო? წარმოგიდგენიათ რომ ის თვითმკვლელობას ცდიდა? არ გპასუხობთ. თვითმკვლელობის ვერსიას იზიარებთ თქვენ? მისი უახლოესი გარემოცვის წევრი ხართ. ბრძანდებით არ მაინტერესებს წერილი რამდენად რეალურია თქვენთვის წერილის არსებობა, რომელიც სავარაუდოდ აღმოაჩინეს მის ტანისამოსში კლინიკაში მიყვანის შემდეგ. სად არის ეს წერილი? პოლიციის ხელშია თუ ოჯახის წევრების? ადამიანი ამბობს, რომ კორუფციას მაბრალებენო. ეს იყო შეიძლება შესაძლო მისი მიზეზი, რის გამოც თქვათ სცადა თვითმკვლელობა?
თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იყო 2018 წლის ივლისიდან. რიჟვაძე თანამდებობიდან 2025 წლის 4 აპრილს გადადგა, მან გადაწყვეტილების შესახებ Facebook გვერდზე დაწერა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი აცხადებს, რომ ქართული ოცნების ხელმძღვანელობის არასაჯარო წერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისადმი იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად სუდად იყო მიღებული. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებისათვის მისცემულ ინტერვიუში განაცხადა, როგორც ელჩმა აღნიშნა, ხალხი ძალიან გაოცებული იყო მსგავსი წერილის გამოგზავნით. მან ასევე ისაუბრა თუ როგორ წარიმართა მოლაპარაკებები ივანიშვილთან შეხვედრაზე, რაზეც საელჩომ უარი მიიღო. The Georgian Dream government has taken step after step that I believe has increasingly isolated Georgia from the United States, has taken Georgia off its own constitutional goal of becoming a member of the EU, has provoked in a negative way its greatest partners, United States and West, Europe, and has really hurt its reputation, particularly in the business community. Every time I found a willing, good partner who we were making progress with, sooner or later, that minister or senior leader was replaced, or decisions that they made were overturned by somebody more senior than them. And the result is that today the relationship is in a very, very difficult, the relationship between our governments is in a very difficult situation. I shouldn't speculate, but because he has said it himself, I can speculate that Bidzina Ivanishvili is putting his personal interests above the interests of the country. And I say that because we've requested to meet with him. The Trump administration requested that I meet with him to deliver a letter. I requested to meet with him under the Biden administration to discuss how we can get our relationship back on track. And he's refused. And his stated reason for refusing is that he's under sanctions. So it seems to me that if the de facto leader of this country is unwilling to meet with leadership of the United States or receive a message from the Trump administration, he is in fact putting his personal interests against the interests of the Georgian people. რობინ დანიგანის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება არის სურვა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ პაპუაშვილმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ გადამდგარი ელჩის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას აზრი არ აქვს და ამის ინტერესი არ გააჩნია. ეს არის ოფიციალურად პროპაგანდისტული მედია და მათი მხრიდან გადამდგარი ელჩის ინტერვიუს გავრცელებას ახლა ზედმეტ კომენტარს ჩვენ ორ შორის ვადამდე ვინ გადადგა მე მგონი ცნობილია ასე რომ როგორც იტყვიან ყველაფერი გასაგებია არ არის ჩვენი ინტერესის სფერო არ არის რომ გადამდგარ ელჩის ინტერვიუზე რაიმე განცხადება ძალიან ცუდად თუ მიიღეს ტრამპის ადმინისტრაციაში ტრამპის ადმინისტრაცია თუ მოლოთვის გამოგზავნა სახერხებს საქართველოში მათი პრეტენზიების ხმის მოწოდენასაც როგორმე მოახერხებს მის გარეშე ვინაიდან მან ის წერილი დამალა და როგორმე პასუხსაც თუ დაგვიმალავს დაგვაგებინებენ როგორმე მონახავე გზას ამის ასე რომ ისი არ ვიცი ეხლა ის გადადგა ამდენ ხნის განმავლობაში ხმა არ ამოუღია უკვე ჩემთვის საინტერესო აღარ არის რაღაც კუდის მოქნევას უფრო გავს აი როგორი არასერიოზულად შეიძლება წარმოვიდგინო როგორ დავემუქრეთ რომ საქართველოს საზღვაო ფლოტი მიადგება ამერიკის ნაპირებს და რამის იცავს თუ რა მუქარა უნდა გავუკეთებინა ეს არასერიოზული ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. ამ დრომდე 7 მაღაროელი შიმშილობს, მათ შორის 1 საპატიმროში. სამს პროტესტის ნიშნად პირი აქვს ამოკერილი. მოშიმშილე მაღაროელების მოთხოვნა უცვლელია, ისინი დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლებას მოითხოვენ. შიმშილობა უკვე მე-19 დღეა გრძელდება. მაღაროელები აცხადებენ, რომ ისინი ვერანაირ ქმედით ნაბიჯებს ვერ ხედავენ ვერც სახელმწიფოს მხრიდან და ვერც კომპანიიდან.
მაღაროელები მოითხოვენ, რომ როგორც დაზარალებულ მოსახლეობას, ისე დასაქმებულებს კეთილსინდისიერად მოიქცნენ. 29 აპრილს ჭიათურის 4 მაღაროელი დააკავეს. მათ შუქრუცის მაღაროს დირექტორისათვის ფიზიკური დაზიანების მიყენება ედებათ ბრალად, რაც 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შიცი და ტუბერკულოზი თემაზე ქუთაისში მედია სემინარი გაიმართა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციის AIP საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარებულ შეხვედრაზე ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა შიცისა და ტუბერკულოზის ეპიდემიოლოგიური სტატისტიკა საქართველოში, აღნიშნულ დაავადებებთან დაკავშირებული სტიგმების შემცირების გზები, არსებული გამოწვევები და პრევენციის ხერხები. სემინარზე ხაზგასმით იყო აღნიშნული თუ რამდენად დიდია მედიის როლი დაავადებებთან დაკავშირებულ სტიგმასთან ბრძოლაში. ძალიან მნიშვნელოვანია ეს თემები საქართველოსთვის. HIV ინფექცია, შიცის და ტუბერკულოზის პრობლემა მოგეხსენებათ მსოფლიოში არის ძალიან აქტუალური და საქართველოშიც ეს თემები არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევები და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მედიის ჩართულობა ძალიან აქტიური იქნება. მედიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ძალიან დიდი როლი აქვს საზოგადოებაში ინფორმირებულობის ამაღლების თვალსაზრისით. საქართველოს HIV ინფექცია, შიცის და ტუბერკულოზის კურნალობის და მოვლის სამსახურები ითვლება ერთ-ერთ წარმატებულად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, თუმცა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევები ამ ორი დაავადების განსაკუთრებით ადრეული გამოვლენის თვალსაზრისით. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში HIV ინფიცირებულთა მხოლოდ 85% არის გამოვლენილი. ეს ნიშნავს იმას, რომ დანარჩენმა 15%-მა არ იცის თავისი HIV სტატუსის შესახებ და ამისთვის ჩვენ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ. დღეისათვის საქართველოში არსებობს უფასო ხელმისაწვდომი მკურნალობა, სრული განკურნება ტუბერკულოზისგან და ხანგრძლივი უფასო და მაღალი ეფექტური მკურნალობა HIV ინფექცია შიცისთვის. დღეისათვის შიცი უკვე განაჩენი აღარ არის და მოსახლეობის ფართო ფენებამდე რომ ეს ინფორმაცია სწორად მივიდეს, სწორედ ამაში ვხედავთ მედიის დიდ როლს და დღევანდელი დღეს სწორედ ამ თემას ეძღვნება და როგორ გავაშუქოთ სწორად და როგორ მივაწოდოთ ინფორმაცია მოსახლეობას მაქსიმალურად ეფექტურად და მაღალი სანდოობის ინფორმაცია, რაც კიდევ უფრო დაგვეხმარება იმაში, რომ ჩვენ დარგის სპეციალისტებს და ზოგადად ქვეყანას, რომ გაიზარდოს მემართვიანობა ამ დაავადებასთან დაკავშირებით, დროულად მოხდეს ინფიცირებული და დაავადებული ადამიანების გამოვლენა და მათი ეფექტური მკურნალობის საშუალებით გადავარჩინოთ ჩვენ ეს ადამიანები, შევამციროთ HIV ინფექციასთან დაკავშირებული სტიგმა, ასევე ტუბერკულოზთან დაკავშირებული და შიდთან დაკავშირებული ამ დაავადების გავრცელება და უზრუნველყოთ ამ დაავადებების ეფექტური მართვა ქვეყანაში. ღონისძიება ჩატარდა HIV ინფექციის, შიცის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავდა მედიის ინფორმირებულობის ამაღლებას, საზოგადოებისათვის სანდო, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდებას. ღონისძიება წარმოადგენდა მნიშვნელოვან პლატფორმას ჯანდაცვის სფეროსა და მედიას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, რაც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხების უფრო ფართო და პროფესიონალურ გაშუქებას. მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ვინაიდან ზუსტად ჩვენზე ჟურნალისტებზეა დამოკიდებული, რამდენად სწორად მივაწოდებთ ინფორმაციას საზოგადოებას. მაყურებელი იქნება მკითხველი თუ მსმენელი, რადიო მსმენელი, მით უფრო სოციალურ ქსელებში. სწორად გაჟღერებული ინფორმაცია ეს იმის გარანტიაა, რომ საზოგადოების თითოეული წევრი იქნება ინფორმირებული შიცსა და ტუბერკულოზზე. ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად სწორად გამოვიყენებთ იმ ტერმინოლოგიას, რაც მოხსნის საზოგადოებაში სტიგმას. უფრო თამამები იქნებიან მოვიდნენ ტესტირებაზე, გაიარონ შესაბამისი პროცედურები და თუ საჭირო გახდა მკურნალობა. ეს არ არის ის დაავადებები, რომლებიც მათ შეიძლება ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს, თუ კი ისინი იქნებიან ინფორმირებულები, თუ კი გაივლიან ტესტირებას და მკურნალობას. ასე რომ ჩვენზე ძალიან ბევრია დამოკიდებული ჟურნალისტებზე, რათა მივაწოდოთ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია. მოქალაქეებს უნდა ახსოვდეთ, რომ ტუბერკულოზი და HIV შიცი განაჩენი არ არის. ტუბერკულოზის შემთხვევაში ინფიცირების დროს მკურნალობით შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ დაავადების განვითარება. HIV შიცის შემთხვევაში დროული მკურნალობა კი ხელს უშლის დაავადების განვითარებას და უზრუნველყოფს ინფიცირებული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობისა და ხარისხის შენარჩუნებას.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვის გასაღების მომზადებისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სარეალიზაციოდ განთავსებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცება დამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატივი 34 წლის გახდა. ჩვენი მედია გუნდი 3-10 წლეულზე მეტია ერთგულ მაყურებელს იმერეთსა და ქვეყნის მასშტაბით საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ აწვდის ინფორმაციას. ტელეკომპანია აქტიურად მუშაობს როგორც სამაუწყებლო, ისე ონლაინ პლატფორმებზე. მეგატივი გადამოწმებულ, დაბალანსებულ და მიუკერძოებულ ინფორმაციას ქმნის და ავრცელებს. ჩვენი საეთერო ბადე მოიცავს საინფორმაციო შემეცნებით და გასართობ პროგრამებს. ჩვენს ვებგვერდზე Megatv.g და სოციალურ პლატფორმებზე საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს ყველა მნიშვნელოვანი ამბავი დროულად მიიღოს. Megatv არაერთი გამოწვევის მიუხედავად ერთგულად აგრძელებს მედიის მთავარ დანიშნულებას და არის საზოგადოების სამსახურში. მადლობას გიხდით თითოეულ მაყურებელს, გამომწერს, რომ ირჩევთ ჩვენს ტელევიზიას. მადლობა რესპონდენტებსა და პარტნიორებს თანამშრომლობისთვის. მადლობა ჩვენი გუნდის ყოფილ და მოქმედ თითოეულ წევრს საზოგადოების სამსახურში ყოფნისთვის.